საქართველოს წელს პირველად ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი მერაბ ბაზაძე. დილომშვიდობისა ბატონი მერაბ. მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. სასიხარულო ინფორმაცია გავაცანით უკვე და ვუთხარით ჩვენს მაყურებელს, რომ პირველად ჩატარდება წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში. როგორ მიმდინარეობს სადების პროცესი და ალბათ პირველ რიგში ჯობს რომ ვისაუბროთ სადების პროცესამდე როგორ მოვიდა ეს ყველაფერი, როგორ გადაწყდა, ძალიან დიდი ძალისხმევა არის ჩადებული ბუნებრივია თქვენი ზოგადად ფედერაციის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გამართულიყო და ეს შესაძლებლობა ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას. მოგესალმებით მაყურებელს. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა დიდი წლების წინ გამიჩნდა ვიხილე ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემი ოცნება იყო რომ ეს შეჯიბრი მომეტანა საქართველოსამდე. ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა ამ წლების განმავლობაში. ალბათ 10 წლის წინ იყო ეს ჩანაფიქრი და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით ისტორიული შეჯიბრია. პირველად საქართველოში ტარდება ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატი. მიმდინარეობს სამზადისი მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე გარანტიას ვერ მოვიპოვებდით ჩატარების, თუმცა დიდი გამოცდილება ჰქონდა და საერთაშორისო ფედერაცია უბრალოდ ვერ გენდობოდა გარანტიის გარეშე. ეს გარანტია გაიცა სახელმწიფოს მიერ. შეძენილია უამრავი ინვენტარი ფარიკაობისთვის, რაც ძვირადღირებულია ძალიან და ყოველდღიურ რეჟიმში საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი ჩამოსულია დილიდან შუაღამემდე მუშაობთ, გავდივართ, პრობლემებს ვჭრით და 20 რიცხვიდან იწყება ეს ლამაზი სანახაობა საქართველოში, თბილისში. რამდენი ხანს გასტანს ესეც რომ ვთქვათ? 12 დღიანი შეჯიბრია, 12 დღე, 10 დღე არის საშეჯიბრო დღე და თითო დღე ჩამოსვლა და წასვლა. 12 დღე იქნება პირდაპირ ეთერში საქართველოს მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგებით საუკეთესო მომზადებით, საუკეთესო გახსნის ცერემონიალით და ამ შემდეგ. რომელი და რამდენი ქვეყნის მოფარიკავე იღებს მონაწილეობას? 158 ქვეყნის 1200 სპორტსმენია რეგისტრირებული დღესდღეობით და ველოდებით კიდე დედლაინი გავიდა, თუმცა ველოდებით კიდე დამატებებს. და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი სანახაობა გველოდება თბილისში. მსოფლიო მასშტაბით ბუნებრივია გადაიცემა პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში მე როგორც ინფორმაცია მაქვს 90 ქვეყანაში გადაიცემა ყოველდღიურად სიგნალს ვაწოდებთ ჩვენ აქედან საზოგადოებრივი არხიდან გავა საპირდაპირი ჩართვები და ასევე თემი მსოფლიო ნახავს ამ ღონისძიებას. დიდ ძალისხმევაზე ვსაუბრობდით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამისთვის რამდენად იყო აქამდე და თუ ახაც ინსპექტირებაზე შეამოწმენ ყველაფერი, ჩვენ ეს ყველაფერში ჩავჯექით, თუმცა პატარა პრობლემები ხდება და სპორტის სამინისტროსთან ერთად კომისია შექმნილი, სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს ბატონი შარვა გოგოლაძე და ყოველდღიურ რეჟიმში მიდის ამ პრობლემების გადაჭრა და გადავჭრით მე ვფიქრობ. დიახ. ჩვენი სპორტსმენები როგორ არიან მომზადებული და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? ხარჯამიაში გადიან შეკრებას, ნაწილი თბილისში და მე ვფიქრობ, რომ კარგ შედეგებს უნდა ველოდოთ. საქართველოსთან 24 სპორტსმენი, 12 გოგონა, 12 ვაჟი. ცოტა ახალგაზრდული გუნდი გამოგვყავს, მაგრამ სანდრო და ბექა ბაზაძეები ძალიან გამოცდილები არიან და მე ვფიქრობ, რომ მაგათგან უნდა ველოდოთ მაღალი სინჯის მედლებს. დიახ. და ასევე თავისთავად, რა თქმა უნდა, დანარჩენი მონაწილეებიც და სპორტსმენებიც აქტიურად არიან ჩართულები იმაში, რომ დიდი გამოცდილება, დიდი გამოწვევა ჩვენი სპორტსმენებისთვის ნახავენ მსოფლიო ელიტას ფარიკაობის და ეს ძალიან წინ წაიყვანს ფარიკაობას. უკვე მომართვიანობა დაიწყო ახალგაზრდების, რომ ფარიკაობა. მივედით იმ დონემდე, მივედით ფარიკაობა, რაც მინდოდა და ჩემი ოცნება იყო, რომ საქართველოში განვითარებულიყო ეს ლამაზი ელიტარული სპორტის სახეობა. რეგიონებში რამდენად არის შესაძლებელი? მასიური ხდება, უკვე მასიური ხდება. ეხლა მით უმეტეს, რომ ამდენი ინვენტარი შევიძინეთ, პრობლემა არ გვექნება მაგ კუთხით და ვფიქრობ, რომ ყველა ოჯახი ფარიკავებს საქართველოში.
ფარიკაობის მნიშვნელობის შესახებაც რომ ვთქვათ, რომ რატომ არის აუცილებელი მნიშვნელოვანი, ვთქვათ, იგივე ბავშვის აღზრდისთვის და თავისთავად ეს გარკვეულ უნარჩვევებს აყალიბებს და ავითარებს. არ არის მხოლოდ სპორტი, ხო? არ არის მხოლოდ სპორტი, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აღნიშნული სპორტი ეხმარება მოზარდს სისხარტეში გონების სწრაფ აზროვნებაში, სწრაფი გადაწყვეტილებების. ამერიკის ნებისმიერ უნივერსიტეტში რო ირჩევენ კომპანიები, რო ირჩევენ სამსახურში, იწვევენ ამა თუ იმ სპეციალობაზე, მოფარიკავეს და სხვა სპორტთან არ ვაკნინებ განსხვავებით, მოფარიკავეს ანიჭებენ უპირატესობას, რომ აიყვანონ კომპანიაში სამუშაოდ. ძალიან ძლიერი კომპანიებზე ვიძახთ მე. განვითარებული აზროვნება, ხო? სწრაფი აზროვნება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება ფარიკაობა, იმიტომ წამებში ხდება ყველაფერი. ცოტა რთული გასაგებია ფარიკაობა, მაგრამ ვეცდებით, რომ თა განმავლობაში საზოგადოებას გავაგებინოთ ეს სპორტი და გავხადოთ ძალიან პოპულარული საქართველოში. აი, რადგან პოპულარიზაციაზე ვსაუბრობთ, რამდენად არის განვითარებული ჩვენ ქვეყნის მასშტაბით, რომ ვისაუბროთ, ჩვენ რეგიონებზე ვისაუბრეთ, როგორია სურვილი, გამოთქვამენ თუ არა სურვილს მშობლები, რომ დავიანთ შვილებს უკვე გაიგენ, რა არის ეს სპორტი, რა შეეხმარება მოზარდს. ყველაფერში ეხმარება აბსოლუტურად ფიზიკურ აღნაგობაში, სისხარტეში, გონების სისხარტეში, სისწრაფეში და უკვე გებულობს ადამიანი და მომართვიანობა არის ძალიან დიდი რა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. უკვე დადგენილია, რომ ადრე იყო მე რომ სპორტსმენი სპეცუნების პერიოდში 12 წლიდან, მაგრამ ეხლა ეს შემცირდა 6 წლიდან შეიძლება უკვე მოზარდი მოვიდეს და დაიწყოს ჩვენთან განვითარება, შესწავლა ამ შესანიშნავი სპორტის სახეობის. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, საერთაშორისო ასპარეზობას, როგორი მიღწევები და წარმატებები აქვს ჩვენს ნაკრებს და ჩვენს ძალიან კარგი ახალგაზრდობა წამოვიდა. აქ არ არის მარტო სანდროზე ლაპარაკობს მთელი სამყარო, იმიტომ სანდრო ყველაზე ტიტულოვანია ხა. ეხლაც და ადრეც და ყოველთვის ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული სპორტსმენს. ყავს ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე უკვე მედლები მოაქვს საქართველოსთვის. და რა ერთი სპორტსმენია ძალიან პერსპექტიული, რომლის შედეგებსაც ჩვენ აწი ვიხილავთ რა. საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება თავად სანდროს, რადგან ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული, ბუნებრივია, ვიცით, ძალიან ტიტულოვანია სანდრო. როგორ მიმდინარეობს მისი მზადების პროცესი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ევროპის ჩემპიონატისთვის, ნუ ჯერ შედარებით ძალიან ადრეა, თუმცა თავარი ალბათ ოლიმპიადა ამისთვის ყველაზე მეტად ემზადება სანდრო, ბუნებრივია, ვიცით. ის თავარი შეჯიბრია, სანდრო ძალიან ემზადება, ჩაკეტილია გუნდთან ერთად, სამედიცინო პერსონალთან ერთად და ყველაფერი მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. ის გაგვახარებს ჩვენ მე ვფიქრობ თავის ასპარეზობით თბილისში. რა არის მთავარი, რაც ხელს უწყობს სპორტსმენის წარმატებაში? ალბათ თავისთავად ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა. ხელშეწყობა, მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად სანდრო ძლიერია, ძალიან ძლიერი სპორტსმენია და მე ვფიქრობ, რომ იმ სიძნელეები, რაც ჰქონდა ცხოვრებაში და ყველას ადამიანს აქვს ეს სიძნელეები, გადალახა მან და დღეს საბრძოლო განწყობაზეა, ყოველდღე ვისაუბრობთ და ის აქეთ გვამშვიდებს ჩვენ ცოტა მშობლები ნერვიულობთ, მაგრამ სანერვიულო არაფერი იქნება. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ალბათ ხომ სპორტსმენის ცხოვრებაში, არ გატყდეს ფსიქოლოგიურად რაღაც წარუმატებლობების შემდეგ. მთავარ როლს თამაშობს სპორტში ჩვენთან მით უმეტეს ფსიქოლოგია. ის მყარად დგას დღესდღეობით, სწორად აზროვნებს და ვფიქრობ, რომ იბრძოლებს მაღალი სინჯის მედლებით. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მთავარ სასაუბრო თემას ბატონ მერაბ, რომ ვუთხრათ, როდის სად გაიმართება კონკრეტულად მსოფლიო ჩემპიონატი. უნივერსიტეტის 15-ში 3 შენობა არის ახალი და ძველი შენობები, 3 შენობებში განიმართება 20-დან 30 ივლისის ჩათვლით. სპორტის სასახლე. სპორტის სასახლე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის, წარმატებები გინდა გისურვოთ თქვენ და ჩვენ სპორტსმენებს დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.